გამარჯობა, მე ვარ გიორგი და დღეს გვაქვს წარმოდგენილი Honor-ის სამი მოდელი. Honor 400 Pro, Honor 400 და Honor 400 Lite. თვითონ ბრენდი ძალიან დიდი ხანი არსებობს და დიდ დღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ის გამოირჩევა იმით, რომ სხვადასხვა საფასო კატეგორიაში ყოველთვის მრავალ ფუნქციას გვთავაზობდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ერთ კამერაში ორი სენსორი ჩააშენა, რომ სიღრმე ამოგვეცნო. ასევე ყოველთვის გვთავაზობს ფასის და ხარისხის იდეალურ თანხმდას. ალტაში კი თუ შეიძენთ ამ ტელეფონებს, საჩუქრები დაგვხვდებათ. Honor 400-ის ან 400 Pro-ს შეძენის შემთხვევაში მას მოყვება Watch Your Eye და Earbuds S7. ხოლო Honor 400 Lite-ის შეძენის შემთხვევაში დაგვხვდებათ საჩუქრად Earbuds X7. ამ სერიაში ცხადია სხვანაირად არ გამოვიდოდა, რომ AI არ ყოფილიყო მთავარი ხაზგასმა. AI-ს ხვდებით როგორც კამერის აპლიკაციაში, ისე ასისტენტის სახით. მოდი ახლა ჩავშალოთ და ვნახოთ თუ რანაირად არის ინტეგრირებული AI ფუნქციები სხვადასხვა კატეგორიაში. სამივე ტელეფონში გვაქვს 5G ინტერნეტი, NFC და 2 სიმბოლეთის ხარდაჭერა. ხოლო eSIM გვხვდება მხოლოდ სტანდარტულ და Pro ვერსიაში. ფერების ჩამონათვალს იხილავთ აქ. თვითონ ოპერაციული სისტემა კი ტელეფონებში არის Magic OS, რომელიც დაშენებულია Android 15-ის ბაზაზე. სამივე ტელეფონს ერთი დიზაინის სტილი აქვს. Lite და სტანდარტული ვერსია პლასმასის კორპუსით არის წარმოდგენილი, ხოლო Pro ვერსია ალუმინის. რაც ხელში ბევრად უფრო კარგად იგრძნობა და ხარისხითაც ბევრად უფრო კარგი არის და გამძლე. Lite-ის შემთხვევაში ასევე გვხვდება AI ასისტენტის ღილაკი, რომელთაც შეგვიძლია AI ფუნქციების და კამერის მიზნებს შორის მარტივად მანევრირება. გამოსახულება კი ამ ტელეფონების ნამდვილად ძლიერი მხარე არის. სამივე კამერაში ხვდებით AMOLED ეკრანს და ეს ნიშნავს, რომ გვექნება ძალიან კარგი კონტრასტი და ღრმა ფერთა სივრცე. განახლების სიხშირე სამივე ტელეფონზე არის 120 Hz, რაც ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის ზოგადად scroll-ას თუ თამაშს. ეკრანის პროპორცია არის 20:9-ზე, რაც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის მის ხელში ჭერას. ლექსიკაშკაში სამივე ტელეფონზე ადის 5000 ნიტამდე, რაც ამ საფასო კატეგორიაში თითქმის არ გვხვდება. ასევე Honor-მა იზრუნა ჩვენ მხედველობაზე და ისეთი იშვიათი რაღაც გააკეთა. ყველა ტელეფონს აქვს ციმციმის მოდულაცია და სიხშირე არის 3840 Hz, რაც სტანდარტით თუ 3000-ზე მეტი არის, თვალისთვის უკვე რისკს აღარ წარმოადგენს. ასევე ღამე ვინც იყენებს ტელეფონს, შესაძლებელია რომ სინათლე ჩავიდეს 1.5 ნიტამდე, რაც ძალიან ბნელი არის და სრულ სიბნელეშიც დისკომფორტს არ უქმნის თვალს. როგორც Honor-ი გვეუბნება, 20%-მდე იზრდება ჩვენი მელატონინი ამ შემთხვევაში და 18%-მდე მცირდება თვალის სტრესი. სამივე ტელეფონში ხვდებით ეკრანის დაცვას Gorilla Glass. სტანდარტული და Lite ვერსიები არის IP65 რეიტინგით დაცული, ხოლო Pro ვერსია არის IP68, რაც ნიშნავს, რომ მტკნარ წყალში აუზში შესაძლებელია, რომ 1 მეტრ სიღრმეზეც კი ჩავიდეთ და გადავიღოთ ვიდეო. Lite ვერსიაში ხვდებით 108 მეგაპიქსელიან კამერას, რომელიც AI ფუნქციებით არის გაჯერებული. როგორც Honor-ი გვპირდება, სამაგი დაზუმის შემთხვევაშიც ხარისხს არ დავკარგავთ. სტანდარტულ და Pro მოდელებს ერთი და იგივე კამერა აქვთ, უბრალოდ Pro ვერსიაში ხვდებით ასევე სამაგ ტელეფოტო ლინზას, რომელიც არის IMX856 სენსორზე და როგორღაც Honor-მა მოახერხა, რომ ოპტიკური სტაბილიზაციაც კი არის ამ სენსორზე. მთავარი სენსორი კი არის 200 მეგაპიქსელიანი. სენსორის ზომა კი არის 1 ფარდობით 1.4 ინჩი. რაც ძალიან იშვიათია ასეთ საფასო კატეგორიაში. ეს კი იძლევა ბევრად უფრო სუფთა სურათს და ნაკლებ ხმაურს დაბალ განათებაშიც კი. ფართოკუთხიანი ლინზა კი არის 12 მეგაპიქსელიანი და ფარავს 112 გრადუსს. სტანდარტულ და Pro ვერსიებში უმაღლესი რეზოლუცია არის 4K 30 კადრი წამში, ხოლო Lite ვერსიაში არის Full HD 30 კადრი წამში. AI ფუნქციებსაც შეეხება, შესაძლებელია ფოტოებიდან სუბიექტის, ობიექტის შეუმჩნევლად ამოშლა, სხვადასხვა სახის აღება ერთი ფოტოდან და მეორეში გადადება და ასე ყველა კადრი იდეალური გამოვა. ასევე შესაძლებელია ხარისხის მომატება და დახუჭული თვალის გახელაც კი. ელემენტი კი სამივე ტელეფონის სიძლიერე არის. Lite ვერსიაში ხვდებით 5230 mAh-იან ელემენტს და 35 ვატიან დამუხტვას. სტანდარტულ და Pro ვერსიებში კი გვაქვს უზარმაზარი 6000 mAh-იანი ელემენტი. თუმცა არც ზომაზე და არც სიმძიმეზე არ აისახება ეს ყველაფერი. სტანდარტულ და Pro ვერსიას ორივეს მოყვება 100 ვატიანი supercharge დამტენი, რაც იძლევა 15 წუთში 40%-მდე დამტენის საშუალებას. ეს კი თითქმის მთელი დღის სამყოფი ენერგია არის. Pro ვერსიაში კი ხვდებით 50 ვატიან უკაბელო დატენვასაც კი. სამივე ტელეფონს სიმსუბუქის და სითხელის მიუხედავად აქვს 5 ვარსკვლავიანი დავარდნისგან დაცვა. ოპერატიულ მეხსიერებასაც შეეხება, გვაქვს 8 და 12 გიგაბაიტიანი ვარიანტები, ხოლო შიდა მეხსიერების 256 გიგაბაიტიანი და 512-იანი ვარიანტები. Lite ვერსიაში ხვდებით MediaTek-ის პროცესორს, თუმცა ეს ის ძველი MediaTek-ი არ გეგონოთ, რომელიც
მარტივად ხურდებოდა და 1000 პრობლემა ჰქონდა. ახლა ის ბენჩმარკებში საკმაოდ მაღალ პოზიციას იკავებს და თუნდაც Genshin Impact-ი შეიძლება დაბალ პარამეტრებზე კომფორტულად ითამაშოთ. სტანდარტულ ვერსიაში კი უკვე ხვდებით Snapdragon 7 Gen 3-ს, რომელიც 4 ნანომეტრიან არქიტექტურაზე არის დაშენებული. ეს კი საშუალო კატეგორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩიპსეტი არის. ეს მოგცევთ იმ საშუალებას, რომ დაარენდეროთ თუნდაც ვიდეოები და ითამაშოთ მაღალი მოუთხოვნადი თამაშები უმაღლეს გრაფიკაზე. Pro ვერსიაში კი ხვდებით წინა წლის ფლაგმანურ ჩიპსეტს, რაც არის Snapdragon 8 Gen 3, რომელიც არის ძალიან ენერგოეფექტური, მძლავრი და გრილი ჩიპსეტი. ამ მონაცემით კი შეიძლება ამ საფასო კატეგორიაში ამ ტელეფონს უწოდოთ flagship killer-იც კი. საბოლოო ჯამში Honor-მა ძალიან საინტერესო ტელეფონები შემოგთავაზა. სამივე ტელეფონი უკონკურენტოა თავის კატეგორიაში. ნაწილებიც კი ძალიან კარგად არის არჩეული. ფასებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ აღწერაში მითებულ მულს აწვიოთ. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.